გაფართოვდება იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც მოსწავლეებს მეორე არჩევით უცხოური ენა ჩინური ენის სწავლა შეეძლებათ. ამ მიზნით დაგეგმილია ენის სწავლების სტანდარტის შემუშავება და პედაგოგების გადამზადება. თუ მანამდე არჩევითი საგნების ჩამონათვალში ჩინური მხოლოდ 15 სკოლას ჰქონდა გათვალისწინებული და სწავლება საერთო გეგმის გარეშე მიმდინარეობდა, მომავალში ენის სპეციალურად მომზადებული სტანდარტის მიხედვით დაუფლება ქვეყნის მასშტაბით გაცლებით ბევრ სკოლაში იქნება შესაძლებელი. ინიციატივას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. რა არგუმენტით ხსნის განათლების სამინისტრო ჩინური ენის სწავლების გეგმის მომზადებას და რეალურად არსებობს თუ არა მოთხოვნა ენის სწავლებაზე. თამუნა ნადარეიშვილი ჩინური ენის სპეციალისტებსაც ესაუბრა. განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სკოლებში ჩინური ენის სწავლების სტანდარტებზე მუშაობას იწყებს. საუბარია ჩინურის როგორც მეორე არჩევითი უცხო ენის სწავლების სტანდარტებზე. სკოლებში პირველი და სავალდებულო უცხოური ენა ინგლისურია და ის პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება. მეორე უცხო ენას კი მშობლები და მოსწავლეები მე-5 კლასიდან ირჩევენ. მეორე უცხო ენებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა გერმანულზე, იტალიურზე, რუსულზე, ფრანგულზე და სხვა ენებზია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობლები და მოსწავლეები სხვა ენებსაც, მათ შორის ჩინურს ირჩევენ. ასეთი სულ 15 სკოლაა, მაგრამ ამ დრომდე ამ ენის სწავლების არც შესაბამისი პროგრამა და არც სტანდარტები არსებობს. ჩინურის სწავლაზე მოთხოვნა კი იზრდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყდა შესაბამისი სტანდარტის შექმნა სფეროს სპეციალისტებთან ერთად. მოთხოვნა გაზრდილი არის. ჩვენ სამივე ენაზე მუშაობთ, ჩინური, კორეული და იაპონური სწავლება მიმდინარეობს ჩვენთან. ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი ელი ელისაშვილი ამბობს, რომ ამ სამ ენაზე მოთხოვნა ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც მზარდია. განსაკუთრებულ ინტერესს კი ბოლო წლებში ჩინური იწვევს, რაცაც თავისი კულტურული და ეკონომიკური ახსნა აქვს. გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, ჩინურს. საქართველოში მეტი ინფორმაცია არის იმასთან დაკავშირებით, რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეთ. ამ ენების შესწავლის შემდეგ რა, ასე ვთქვათ, დამატებითი სწავლის თუ დასაქმების შესაძლებლობებს თავაზობს ეს ქვეყნები. ხას გაუსვავდი, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე 2023 წლიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს ენა მეორე ენად ბევრი გამაღალ განვითარებული ქვეყნების და სხვა ქვეყნების კურიკულუმებში უკვე არის. ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგებით. ძიმინ გმინი უკვე მესამე წელია, რაც ინსტიტუტში ჩინურ ენას ასწავლის. მისი თქმით, მის სტუდენტებს შორის ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები არიან, ხოლო სასწავლო პროგრამა ისეა გაწერილი, რომ ენის სირთულის მიუხედავად სწავლება მაქსიმალურად მარტივდება. ძალიან შრომელი და მონდომებული მსმენელები გვყავს გაკვეთილის დროს ჩართულები არიან, ამიტომ სწავლის პროცესი მაქსიმალურად მხიარული და სასიამოვნოა. ბოლო დროს იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც სურს ჩინურის სწავლა, იმის გამო, რომ ეს პერსპექტიული ენაა. ისინი ფიქრობენ, რომ ვინაიდან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები უფრო ღრმავდება და ახალი ხელშეკრულებები იდება, მათ სამომავლოდ ამ ენის ცოდნა გამოადგებათ. ცენტრში ამბობენ, რომ ჩინური, კორეული და იაპონური ენების პოპულარიზაციას პირველ რიგში ამ ქვეყნების კულტურის მიმართ მზარდი ინტერესი განაპირობებს. ამას ბოლო წლებში აღნიშნული ტურისტული მიმართულებების პოპულარობაც ადასტურებს. თავიდან უფრო ცოტა მოსწავლე ყავდა, ახლა ჯგუფებიც ყავს, ჯგუფში საშუალოდ 7-8 მოსწავლეა და ხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება კორეული ენით. რა თქმა უნდა, თავიდან ცოტათი რთულია იმქიდან გამომდინარე, რომ ქართულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია თითქმის ყველაფერი, მაგრამ რადგან მათი ინტერესი და სიყვარულიც დიდია, ამასთან ერთად შესაბამისად უფრო ინტერესით და ხალისით მიმდინარეობს ჩვენი სწავლა. ჩინურ ენას სწავლობ უკვე 8 თვე და ჩინური ენა ძალიან საინტერესოა თავისი დამწერლობით და ასევე ისტორიითაც, რადგან თითოეული იეროგლიფს რაღაც წინ მოყვანილი ისტორია აქვს და იქიდან გამომდინარეობს დამწერლობაც და მომავალში ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩიო, მაგრამ მგონია, რომ სამომავლოდ გამომადგება. ინსტიტუტის პედაგოგები ამბობენ, რომ ჩინური ენის შესწავლაზე მოთხოვნის ზრდა ჩინეთთან ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებამაც გამოიწვია. ამ ფაქტორზე საუბრობენ პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებიც, რომელთა თქმითაც ჩინეთი ეკონომიკური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ამიტომ საგანმანათლებლო სისტემაში ჩინური ენის დანერგვა ახალგაზრდებს თავიანთ კარიერაში მეტ შესაძლებლობას გაუჩენს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური პოლიტიკის გათვალისწინებით იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც
ზოგადად ჩინურ კულტურას და ჩინურ ენას აქვს. შესაბამისად, ყველას ექნება საშუალება, რომ უკვე ამ გეგმის და ეროვნული სასწავლო გეგმის განახლების შემდეგ სამინისტრო ამ ყველაფერს დანერგავს სკოლებში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლა ვალდებულია საკუთარი რესურსიდან გამომდინარე მოსწავლესა და მშობლებს მეორე არჩევით ენად სულ მცირე ორი უცხო ენას შესთავაზოს. იმ შემთხვევაში თუ სკოლას ჩინური ენის მასწავლებელი ეყოლება, მას შესაძლებლობა ექნება მეორე უცხო ენად მოსწავლეებს ჩინური ენაც შესთავაზოს. სწავლება კი ოფიციალურად დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით წარიმართება.